ნოდარ დუმბაძე რო მაჩის გული მოვთ ზოგჯერ რთული დასაჯერებელია ის, რაც გესმის, თუმცა ფაქტია, შეშლომო პირების, მძიმე სენით დაავადებულების და ხანდაზმული ადამიანების საჯარო დამცირების შემდეგ ინტერნეტ სივრცეში დიდი ქართველი კლასიკოსის მიმართ შეურაცხყოფაც გაისმა. ერისთვის გამორჩეული და გენიალური იუმორით დაჯილდოებული ნოდარ დუმბაძის მიმართ უცენზურო ლექსიკა იმ პოდკასტში გამოიყენეს, რომელშიც იუმორს ცდილობენ. ვინმე გეზიზღება? კი. ვინმე კონკრეტული რო იყოს? ანდრი ჯოხაძე. ნოდარ დუმბაძე რო მაჩის გული მოვთ ჩვენი მთავრობა გული ანასტასია ბენდუკიძის პოდკასტში მწერლის მიმართ ღირსების შემლახავი ფრაზის ავტორი ონისე ოქრიაშვილია. ინტერნეტ არქივი ადასტურებს, რომ კომიკოსად წოდებული სიძულვილის რიტორიკას ხშირად მიმართავს, მათ შორის არ ერიდება მართლმადიდებლობისა და სასულიერო პირების შეურაცხყოფასაც. როგორც კი შემოვიდა ეს მღვდელი სახლში, ეს რაღაცა თქვა, რომ ეს სახლიო ისეთი დაწყევლილი იყო, შეიძლება გვაყდაროს. ქვია? არა, იონამ ქვია, მაგრამ წინასწარმეტყველი იყო, ვეშაპარო გადაყლაპა, იქ იყო იონა. მამაში ამფიქრე, რომ მაგის სახელი უნდა დავარქვა. იმას რა ერქვა, ვეშაპარო მოჯვა? ხო, აი ეგ მინდა ერქვას ჩემს ვაშკაცს. სკოლიდან მოვედი სახლში და შემთხვევით ტელევიზორი ჩავერთე და ის ვიდეო გაიჩნდა, ბარამიძე რო ეკლესიას ამგრევდა. და მე კიდე ეს მინდა გამოვიდე. რა ქვია ამ პროფესიას, მეც მინდა რომ ეკლესიების ნგრევა შემეძლოს ტრაქტორით და მაგაში ფულს მიხდიდნენ. აი ის ბებოები რა სტარტაპებით ირჩიან ახლა თავს, რომლებიც ადრე მოხალულ გოგრის გულებს ყიდნენ და იმ სელპაკებს და იმას რა. მაინც არიან. ანუ საგრძნობლად შემცირდა მათი რაოდენობა. გადაშენდნენ. აუ დაიხოცნენ ალბათ მარტო. ვისი ამბობს? გარემოვაჭრე. ზესმძირას ზედმეც რო გიყრიდა ერთი ჭიქით, იმიტომ რომ თავის გარდაცულ შვილიშვილს აგონებთ რაღაც ეგეთი სახეზე. ჩემ ნიკუშას გავხართა რო ტირის და გიყვარს სემიჩკა. სემიჩკა გადაცდა იმასაც. იუმორისტობის მცდელობის პარალელურად ონისე ოქრიაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივობებითაც არის დაკავებული, მათ შორის აქციებზე, ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი. ხადაგება და მოწოდება არ არის, ყველას თავისი არის. ხადაგება არა, ეს არის პროტესტი ხალხთა. პროტესტი არის საპროტესტო ადგილას გამოსახვევი და აქ არა. ოპოზიციის აქტივისტის მიერ ნოდარ დუმბაძის მიმართ პოდკასტში გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფრაზას საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ყველა გურულს შეეხემაგით, განსაკუთრებით ყველა გურულს შეეხემაგით. თვი შენი დარჩენილი ცხოვრების რა ვთქვი მე და აი ვინც მანდ ხარ და ვინც მაგას ტაშს უკრავ. თქვენ ხართ აი სამარცხვინო ნოლი ხალხი. აი ვინც ეგ იკადრეთ და ვინც მანდ იცინით და რაღაცას ღლიცინებთ, აი სულით პატარები, ყველანაირი გაგებით პატარა ხალხი ხართ. უცენზურო გამონათქვამის დაგმობა უჭირთ ნაციონალურ მოძრაობაში. პოდკასტში გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ რიტორიკას ეროვნულ ფასეულობებთან ბრძოლა დაფასებს საპარლამენტო ოპოზიცია. ნოდარ დუმბაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, როგორ გასცემდა პასუხს აი ამ სისაძაგლეს და აი ამ ხალხს, ვინც რატომღაც უჯერებს, უცხოურძალებს და უნდა რომ დაამკვიდროს საქართველოში არასწორი წესი, არატრადიციული მიმართულებები, ბულინგი, რაღაც ბილდსიტყვაობა, ქართული მოვლენა და ქართული ფენომენი არ არის, რომ ვინმე დააკნინო და ბულინგი განახორციელო. და ეს უნდა ზუსტად ამაზე ვსაუბრობ ჩვენ, რომ ანტიქართული წესის დამკვიდრება უნდა და ამისი დაფინანსება ხდება უცხოეთიდან. ხაზე რო გადაყურადღება იუთუბერებზე წყალებში არის უბრალოდ არაადეკვატური. არასერიოზულად მეჩვენება YouTube პოდკასტებზე ვაკეთო კომენტარი. წლების განმავლობაში ქვეყნის გარედან წახალისებული სიძულვილის კამპანიის ფონზე სიძულვილის ენის მორიგი ფაქტი გასაკვირი არ არის სახელმწიფო გუნდისთვის. ქართული ოცნება შეურაცხმყოფელ რიტორიკას გმობს და ეროვნული ღირებულებების პატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს. სიძულვილის ენა, პოლარიზაცია, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა, დაპირისპირების მცდელობა
იგივე თუნდაც რევოლუციების მოწყობა, ექსტრემისტული ჯგუფების შექმნა, ძალადობრივი ორგანიზაციების დაფინანსება, ახალისება, ეს ყველაფერი არის გარედან თავსმოხვეული და ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ამ ყველაფერში წლების განმავლობაში. და ის, რასაც ხედავთ დღეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სიზულვილის ენა, შეურაცხყოფა ეს არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. სკერს ქვემოთ დაცემულ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ ნოდარ დუმბაძის სიტყვებით თუ უპასუხებთ, რომ როდესაც შუბლის ზარღვი წყდება, შემდეგ ცხოვრება მარტივდებაო და ამ ადამიანებისთვის ცხოვრება ძალიან გამარტივებულია. რასაც რა თქმა უნდა სათანადო პასუხი და შეფასებები საზოგადოების მხრიდან მოყვება კიდეც და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არსებობს მცირე ჯგუფი, რომლის მიზანიც არის ყველანაირი ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში იყოს განულებული. ამას ხარს უჭერენ მათ შორის სხვადასხვა საგარეო აქტორებიც. საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციის ფონზე ამ დრომდე არაფერი უთქვამს ანასტასია ბენდუქიძეს, რომელიც იმ გადაცემის ავტორობასთან ერთად, სადაც მწერლის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელია. სოციალურ ქსელში მხოლოდ უნისე უქრიაშვილის იმ ვიდეოს გაზიარებით შემოიფარგლა, რომელშიც გინების ავტორი ამბობს, რომ პოდკასტში ჰიპოთეტურად საუბრობდა. გინება კი არ არის ჰიპოთეტურად ლაპარაკობთ, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს და მერე მის გულს. და სხვაჯერ კომედია მაგიტომ მუშაობს ხშირ შემთხვევაში, რომ მოულოდნელი არის იმ კონკრეტულ კონტექსტში და მაგიტომ ეცინებათ ადამიანებს. არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ რომ ბოლო ერთია, კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწერილი ნოდარ დუმბაძის ეს სიტყვები დღეს მისი შეურაცხყოფის მსურველებზეც ბევრს ამბობს.